მოგესალმებით მეგობრებო, დადგა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევადაროთ ორი სუბარიკი ერთმანეთს, ძველი თაობა, ახალ თაობას. ამ ორ მანქანას შორის არის 12 წელი განსხვავება. მოკლედ, ერთი სიტყვით, ჩვენ ვიდეოები ცალ-ცალკე ორივე მანქანაზე გვაქვს გაკეთებული. ამ მანქანები ძრავი არის, ესე იგი, ლეგასის ამ შემთხვევაში 2-0 ერთძრავი, რასაც ვეძახით ვანუსიანი, მისი ცხენის ძალები არის 165 და ასევე Subaru Levorgi 2016 წლიანი, მისი ცხენის ძალები შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ 170 ცხენს. ნუ აქედან გამომდინარე, ერთი ძალის მქონე მანქანები არის ორივე და ჩვენ გვაინტერესებს თუ რომელს აჯობებს off-road-ის ვარიანტში რა. ეხლა ჩვენ აქ დავტესტავთ, მოკლე პატარა ვიდეოს გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე კომენტარებში თქვენ შეგიძლიათ თქვენი აზრი დაგვიწეროთ და დაგვიფიქსიროთ. და შენ რა სიტყვი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ბიჭო? მე რა უნდა ვთქვა, ბიჭო? ეს კი არის ძველი მოდელი, მაგრამ შენს ახალ მოდელს იცი რას უზამს? წაკუზავს რა. ეს უფრო მაგარია ძმაო, თან სულ რაღაც 2 სანტიმეტრით მაღალი არის ძმაო მაგაზე და ბევრად მაგრადივლის. არა, ვთქვათ სიმართლე, ესე Subaru-ებში თუ შემეკითხებით, ჩემი უსაყვარლესი მოდელი Subaru-ი არის ზუსტად აი ეს Legacy 2008 წლის, რომელიც არის რესტაილინგი. მაგრამ არანაკლებად საყვარელი და დასაფასებელი არის აი ეს მოდელი, რა მოდელშიც ახლა ჩვენ ვზივართ, Subaru Levorgi 1.6 ტურბო არის და ნახოთ ახლა მისი შესაძლებლობები თუ რამდენად დაძლევს ის აი ამ ძალიან დიდ აღმართს. არანაირად არ ვიღებ მოკლედ ესე იგი აბაროც შორიდან პირდაპირ ესე იგი ვიწყებ ხო გავთიშოთ ჯერ ბოლომდე მოცურება და ეხლა ვიწყებთ. აბა წავიდა. პირველში გვაქვს რასამ ვახ შენ გადავარდით აქ ჩასავარდი იყო აღარ მახსოვდა. მაგრამ მაგარი მარტივად ამოვიდა რა. მარტივად ახალი. ძალიან მარტივად ამოვიდა საღოლ. ნახდათ არ მეგონა. და რასაც ვეძახით, რას გონ საერთოდ არ ამიღია რას გონ. მაგრად ჩავარდი ხო? წინა მხარე ნახე როგორ არის. ანუ გამოვიდე. ამოვედი. ჩემი კომენტარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან მარტივად არ მოვიდა ძალიან დიდ აღმართზე. ესე იგი ფაქტიურად, რასაც ვეძახით ჩვენ ესე იგი გამოქანებით ასვლას, გამოქანება არ ყოფილა არანაირად, თავის ესე იგი ბრუნით, ჩვეულებრივი ბრუნით, რასაც ჩვენ აბაროც ვეძახით და ძალიან მარტივად გადალახა ეს აღმართი მოკლედ. მშვენიერი არის და ძალიან კარგად ამოვიდა. სუპერ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სიმაღლე მაინც არ ყოფნის ამ მანქანას. ეს არის ახლა ქარხნულ მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სადღაც წავარდხით. მორჩა. გიხარი რომ წავარდხი თუ რა? ბიჭო, არ მიხარია ეხა პირიქით, შენ ვერ წარმოვიდგინე ეხა ჩემი გული რა მდგომარეობაში არის, რომ გადავარდხი, მაგრამ კიდე ერთხელ უნდა ქნა თან და ეგ ძალიან ცუდია, მაგრამ არა უშვებს, რაც არის მოკლედ რა. ეს დავძლიეთ და გადავიდეთ ახლა შემდეგზე. არ მინდოდა რომ აქ გავსულიყავი, იმიტომ რომ ძალიან დიდი უგზოობა, მაგრამ სადაც ამ ხელაზე გამოვედით უკვე და ვიდეოს ვაკეთებთ, გავრისკავ და აქაც ავალე რა. დედას გეფიცებით, აი ამას რო სიმაღლე გქონდეს, მანქანა ალბათ ვერ აჯობებს. დაკიდებულ აღმართზე ვარ პროსტა და მაინც გადადის. ოდნავ, აი სულ ოდნავ რა. ერთს არ ვაცილებ აბაროც რა და ადის საკაიფოდ. ძალიან მაგარია.
თავარი არის შენ შეხედე ბამპერი არ დავარტყა წინ და არ გავაფუჭო. აი დიაგონალზეც როგორ მუშაობს. ხედავთ დიაგონალზეც როგორ მუშაობს, თან მაგარი ტალახი არის. შენერია. It was at this moment he knew he fucked up. მოსტი ხო არ დავდე ბიჭო? არაფერს არ შვება უკვე. ბიჭო მოიცადე კაცო, არ წინ მიდის არც უკან. დადებული მაქვს ალბათ იატაკი თქო. იატაკი მაქვს დადებული ბიჭო, ამის დედა მოვწა. ამის დედა ვატირე რა. მოკლედ გავეკვეხეთ, გავეჭხირეთ რა. ესე იგი ახლა რა ხდება? ფაქტიურად მთელი მასა მანქანის ჩვენ დავდეთ უკვე მიწაზე, 4-ვე საბურავი არის ჰაერში. ასეთ შემთხვევაში ვაც უძლურები, მაგრამ ვეცდები იქნებ რაღაცნაირად მაინც გამოვძვრეთ რა. ნახოთ რა გამოვა. აბა ნახოთ. არა, დადებული მაქვს აბსოლუტურად. არა, 4-ვე ჰაერში არის და ვერაფერს ვერ ვიზამთ. კაი, რაკენ ეხა საბაიცი ვერაფერს ვერ ვიზამთ. სხვა გზა არა გვაქვს, გავეჭედეთ და ეხა საბა უნდა მოაწვევს მანქანას და ნახოთ, იქნებ რაღაცნაირად დავძლიოთ ეგ, თორე ოც უკიდან მოგეწვე? ხო. ხედავ. ხო, აბა 1 2 და 3. აბა ვნახოთ ახლა ჩვენი ბებერი ლომით რას ვიზამთ. დავეხმაროთ ახალ თაობას. აი აქ გავეჭედეთ. ავედით. აბა ვნახოთ ახლა რას ვისამთ. ეხლა ჩავაბუქსირებთ და უკანა მხარეს ოდნავ დავწევთ რომ სადაც აქვს დადებული ესე იგი Subaru Levorx მუცელი მიწაზე სადაც აქვს დადებული რომ მოკლედ იმ ადგილს მოვაცილოთ. როგორც კი უკვე საბურავები იქნება მოდებაში, ეგრევე უკვე თავისას იზამს და თვითონვე გავა რა. ერთი სიტყვით ბებერი ლომის გარეშე არაფერიც არ გამოგვივიდა. უკვე ამან ჩააბარა თავის გამოცდა. მომაწოდე? აბა ვნახოთ. ეს არ არის ჩემი მანქანის, საბას მანქანის არის რა და ვნახოთ თუ წავა ამაზე. წესით უნდა წავიდეს. კი. წავიდა? კი, წავიდა. ნუ ერთი და იგივე აქვს მოკლედ ეს როგორ ჩანს. როგორ ჩანს რა ფაქტია რომ ეგრეა. დაუჭიროთ კარგად. ესე. აჰა. ეხლა გავუკეთოთ ბაწარი, სათამაშო ბაწარი. იმედი არ გაწყდება და ჩვენ ოდნავ გვინდა რომ ეს წამოვწიოთ. და იმედია რომ გაგვიძლებს. თუ ამან არ იმუშავა, რა გვეშველება არ ვიცი. მაშინ მოგვიწევს 112-ის გამოძახება. მორჩა. კაი, დავიწყოთ ახლა. საბა, ახლა კამერის გათიშვა მოგიწევს და უკვე ვიმუშაოთ მანქანის გაყვანაზე. მიდი. ვერ გაკავს ხო? შენი მანქანა კარი გააჩერე. გაჩერებული ვარ. ანუ შენ ახლა ჩოლებრად გაზ აძლევდი, უკან რო წასულიყავი და არ მიდის, ხო? არა, გაზისთვის არ დამიჭერია თუ გეკითხებოდი მაგას. გადამრევ ბიჭო. 3-ზე უკვე დაიწყე გაზით. 1, 2 და 3. გაწყდა ხო? გაწყდა. მოკლედ ერთი კეთილი ადამიანი მოვიდა ახლა ჩვენთან, მაგრამ თოკი არ აღმოაჩნდა. ასე რომ ველოდებით ახლა სხვას. და იმედია ვინმე ისეთი გამოჩნდება, რომ თოკი ექნება. A few moments later. ახლა მოვიდა მეორე მანქანა და იმედია ამ მანქანას აქვს თოკი. გააგხო ძამი შემოგევლე. შენ როგორ ახარ? აი გვეშველა. მეგონი გაკეთებს რა. გენაცვალე ძმო. ეშო. ნიჩო. იმაში გნახე? ხო. მოკლედ ტროსი ვიშოვეთ. ეხლა ვნახოთ აბა, სიმაღლე არ ყოფნის პატარა. საბა დანა გააქვს? კი, მომაწოდე? ხო, მოკნია, მაგრამ ამის შეფასება. კი, კაცო, ამა ტროსი უკარო გამათრიოს და всё, მეტი არაფერი არ გვინდა. ადრე ეს მყავდა, რა ქვია, Range Rover-ი. ხო და სურამში ჩავრჩი ეგრე დიდ თოლში დადო მოსტი რა მუცელი მანქანამ და მუცელს რო დადებს მე რაღა უნდა ქნა 4-ვე საბურავი არის ჰაერში ეგრე აი ეს ახლა საუფრაუდო ხო არ არის ახლა რა მაგრამ პროსო შედარება გვინდოდა რა ძველი და ახალი თაობის რა და მაგპონჩუ ვაკეთებდით ვიდეოს და დავდე რა მოკლედ მუცელი და ვეღარაფერს ვეღარ ვშვებთ ეხლა ეს ამაში არ გავა ხო მაიცადე ეხლა ჩვენ გვინდა საბა რაღაცა რკინები გვინდა ჩვენ რა კრუჩები რაღაცეები ოდნავ აკეთ აიღე, ოდნავ მეთქი, გაასწორე ეხა და მიდი. ეხა მოვიდა სასტავ.
მიდი შემოგევლეთ ბიჭებო მოგვიტანეს ახლა დროსი იცოცხლე კაიფს всё გაჩეხა ხო აქ საბას Subaru-ს ბამპერის გატეხვის საშიშროება იყო ამიტომ საქმეში მძიმე არტილერია ჩერდეთ ჯალამბარით მირჩი უკან ჯობიაო და რა ვიცი ნახავთ ცოტაც რო გადახვიდე ხო მე უკვე გადმოვალ მოვატრიალებ და ჩავალ ნელ-ნელა აუ რამდენი ხალხი შეგაწუხეთ ბიჭო შემოგევლე ძმაო შემოგევლე ო ესეთი მყავდა ხო 3 და 5 იყო ჩემი ო მე Range Rover-ები მყავდა Hilux-ები მყავდა რები არ მყავდა რა და მე რაღაცა პრობლემები რო შეიქნა ფინანსური რაღაცები მე გადავჯექი Subaru-ზე ეს ახლა ქალაქისა ახლა არცა ასე ისა მაგრამ იმას ვადარებდით რა ვიდეოში ძველსა და ახალს რა და იმის ახალი ვერსიაა ხო და დაადო ლევორგი ქვია ამას მაგრამ ლეგასის გაგრძელებაა რა არ იყო სიმართლე საბა ის ცხოველი დამიფიქსირე რა ის ცხოველი მაგრამ მე ამანქანით რა სიამოვნებაც ამაქვს მომიღებული და აი ეგეთი მყავდა კიდე ესეთი მყავდა და ესეთი კი აი რაღაცებში ბევრ რამეში ეს ჯობდა უფრო აუ ამანქანამ ისეთი რაღაცები გამომატყა რომ აი ეიცი როგორი აუგენებული და არა ძალიან მაგარი მანქანაა კი ისეთებში ვია თან მე აწეული მქონდა მაგარ საბუროებზე რაღაცა და მაგდადიო კი ძალიან მაგარი შეხე იქ შუაში გავაჩერე წეგან ამითი და ამოვედი და მეთქი აქაც ავალ თქო მაგრამ დაბალია ხო რა ძალიან დაბალია რა შენ როგორი მანქანა ყავსა ბაწარი როგორ არ უნდა გედოს მანქანაში ა მოკლედ მეგობრებო, ესე არის რა. დახმარება როცა დაგჭირდება, ქართველებმა გვერდით გომა ვიცით, რა თქმა უნდა და ბიჭობა მოვარდნენ, მოკლედ, აი რამდენი მანქანით უკვე 1 2 3 4 5 6 7 მანქანა და ესე დაგვიდნენ გვერდით რა და შემოგევლეთ ბიჭებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია მოკლედ დღევანდელი სიტუაცია და ის რაც ახლა ამ წუთებში ხდება რა. შემოგევლე ძმაო შემოგევლე იმდენი SMS-ი არის უკვე შემოსული რომ სერგი ისევ მაგხართ სერგი მოგეხმაროთ მოვიდეთ ამოგიყვანოთ აი ძმაო რა ვიცი აი წეგან გავხსენი მოკლედ მესენჯერი სულ უცხო და ახლობლობით ხომ ირეკავენ სულ უცხო ადამიანები ძმაო მინიმუმ 1 20 25 წერილი არის შემოსული რა და ყველას აგერ ვიდეოთი ვისარგებლებ რა შემთხვევით და ყველას დიდი მადლობა აბსოლუტურად რა თითქოს ვითომ არაფერი არ არის მაგრამ ეგ ჩემთვის ღევანდელი მოკლედ ესეთი ბიჭების გვერდით გომა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ძმაო და შენც ასევე უღრმესი მადლობა ძმაო გენაცვალე გულში სულ არ გიცნობ ძმაო მაგრამ აი ჩათვალე რომ რავი აი თითქოს ერთმანეთს ვიცნობთ მთელი ცხოვრება ისეთი შეგრძნება მაქვს შენი თბილი დამოკიდებულების გამო და იმ სიტყვების გამო რა სიტყვებიც ახლა შენ ჩემთან დახარჯე ძმაო რა გენაცვალე გულში ძმაო ყველას დიდი მადლობა რა მოკლედ ახლა ჩვენ უკვე ყველაფერი რო კარგად არის და ამოვედით ამოგვიყვანეს ბიჭები დაგვეხმარდნენ კიდევ მოვიდნენ აგერ ბიჭები ფიტით რომლებაც მოგვიტანეს თოკი
აი არ ვიცი მოკლედ რა. ამ ბიჭებს დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ვინც იყვნენ წეგან, ყველას ბიჭებო დიდი მადლობა. მოკლედ ეხლა ჩვენ ესე იგი ლურჯი Subaru-ს ანუ Legacy-ს გაგრძელებას off-road-ისას და რაღაცებისას აქ აღარ დავიწყებთ მოკლედ ექსპერიმენტებს, იმიტომ რომ ჩვენ მაღაზიაზე გვაქვს ვიდეო გაკეთებული X-Rally-თან ერთად, როცა შედარება გავაკეთეთ და იმ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ დადის. მშვენივრად და კარგად, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე რომ მას ასე ვთქვათ აწეული აქვს. კარგად ბო. იქიდან გამომდინარე რომ მას სიმაღლე აწეული ხო, უკვე ნორმალურად დადის და პრობლემა მას ფაქტიურად აღარ ექნება იმისა რომ სადღაც მუცელი დადო და ჰაერში არის მოკლედ საბურავები და ვერ გავიდა. ეგეთი რამე არ მოხდა მაგ შემთხვევაში, ნუ ამ მანქანის შემთხვევაში მოხდა. არა უშავს მოკლედ, როგორც გითხარით, იმ მანქანის ვიდეო არის ცალკე დადებული და შეგიძლიათ ისნახოთ და ჩვენ ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე ესე დავასრულოთ და არ დაგავიწყდეთ დალაიქება ვიდეოსი და არხის გამოწვევა. აბა კარგად.